მოკლედ, გუშინ მუშაობდი ლექციაზე მხატვრული მინანქრის შესახებ და მოვიძიე რაღაც ინფორმაციები ინტერნეტში, მაგრამ არ დამაკმაყოფილა ამ ყველაფერმა და მიმართა ხელოვნურ ინტელექტს. Google-ს აქვს ხელოვნური ინტელექტი Gemini, როგორც ყველამ ვიცით და ამ Gemini-ს აქვს ჩაშენებული შესაბამისი ენა, რომელიც ახლა დაამატა Google-მა, Deep Research, რაც საშუალებას აძლევს მკვლევარებს მოიძიოს ინფორმაცია ინტერნეტში გაცილებით სიღრმისეულად. ანუ ლოგიკა ასეთია, მოთხოვნილი ტექსტის მიხედვით ეს ხელოვნური ინტელექტი აკეთებს არსებული საიტების ანალიზს და ამ ანალიზის შედეგად აწვდის ტექსტს მომხმარებელს. მოკლედ, ძალიან დიდი ინფორმაცია მივიღე გუშინ, აი უამრავი პერიოდიკა, დაწყებული ეგვიპტე, ძველი საბერძნეთი, რომის იმპერია, ბიზანტიის იმპერია, მერე ეს ყველაფერი ჩრდილოეთში გადადის, ევროპა, საფრანგეთი, ლიმოჟი, აქეთ უკვე აზია, ჩინეთი, იაპონია. აი ძალიან ღრმა და დიდი ინფორმაცია თავის ტექნოლოგიებით, მხატვრებით, განვითარების ეტაპებით, ისიც კი რომ კელტურ სამყაროშიც იყო მინანქარი და ასე შემდეგ. ახლა რეალურად რატომაც მინდა ამ ვიდეოს ჩაწერა რა. რამ დამწყვიტა გული როგორც ქართველ მხატვარს. ამ უზღვავ მასალაში მინანქრის შესახებ რაც არსებობს სოფლიოში, თითქოს საქართველოს დედამიწაზე არ არსებობს და ჩვენ საერთოდ არ გვაქვს არანაირი კულტურა მაგ მიმართულებით. საწენია, რატომ არ არის ინფორმაცია ასეთი ხელმისაწვდომი იმ დონეზე, როდესაც კონკრეტულ გვარებს და სახელებს მისახელებს ხელოვნური ინტელექტი გადამოწმებულს და კონკრეტულ ტექნოლოგიებს, თუნდაც მე-20 საუკუნეში და თუნდაც ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნიდან დაწყებული, საქართველოს რომ არ იხსენება, ეს მართლა გულის დამწყვეტია. არადა თავის დროზე უნიკალური კულტურა გქონდა მინანქრის. აი ბიზანტიური მინანქრის კულტურა, ასე თუ ისე ხომ იცით და მის პარალელურად ვითარდებოდა ქართული მინანქარი და თავის სიტყვას ამბობდა ამ ბიზანტიური კულტურის პარალელურად. მართლა საწყენია, ნამდვილად არ ვიცი როგორ მოვიქცე რომ ეს უფრო პოპულარული გახდეს და ადამიანებმა შეიტყონ ქართული კულტურის შესახებ უფრო მეტი მსოფლიოში ვიდრე ახლა იციან. შეიტყონ კი არა, საერთოდ უბრალოდ გაჩნდეს ინფორმაცია საქართველოს შესახებ. იმაზე ფიქრი ზედმეტია რომ ბიზანტიასთან ერთად იხსენოს ან რომთან ერთად იხსენოს ან არ ვიცი. მოკლედ, საბოლოო ჯამში ამის თქმა მინდოდა და უბრალოდ თქვენი აზრიც რო გამიზიაროთ კომენტარებში